ვისაუბრებთ რეალურად კორუფციაზე. კორუფცია ეს ყველაფერი, რაზეც ახლა იყო სიუჟეტი და რაც მხოლოდ ერთი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულებით სინამდვილეში მასშტაბები არის წარმოუდგენლად დიდი. და სწორედ ეს მინდა გთხოვოთ წარმოგვიდგინოთ ზოგადი მასშტაბი, რასთან გვაქვს საქმე. რა ტიპის კორუფციასთან, რა ტიპის ეგრეთ წოდებულ დასაქმებასთან, როდესაც ფურცელზე ვიღაც გაფორმებულია, ის არაფერს აკეთებს, მაგრამ მიდის მასთან ბიუჯეტის ფული. იმისთვის, რომ ეს მოემსახუროს შემდეგ პარტიულ ინტერესებს. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მოდი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, მოსახლეობას გავაგებინოთ ერთი რამ. ეს ადამიანები არ არიან დასაქმებულნი. ანუ დასაქმებული ამოვიღოთ სიტყვა, იმიტომ რომ შესაძაც დასაქმებულს ვეუბნებით მოსახლეობას ის მუშაობს. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან გაფორმებულნი. გააფორმეს უბრალოდ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ეს ხალხი გამოიყენოს მათი პარტიული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ გაფორმებულ ადამიანებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალურად სასაფლაოს მომვლელია, სტადიონს უვლის სიტყვაზე. ოღონდ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. რომელიც მართლა უვლის და მე პირადად მყავს ნანახი რამოდენიმე ესეთი ადამიანი, როდესაც რეგიონებში დავდივართ. ოღონდ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების არის შემდეგ დამატებული და ეს ხალხი წარმოადგენს პარტიულ რესურსს. ანუ ქართულმა ოცნებამ ძალიან მართლა ვთქვათ, ბევრი არც უფიქრია, ძალიან მარტივი სქემა აიღო, რამდენი ადამიანი სჭირდება არჩევნებზე მოსაგებად, იმდენი ადამიანი დაასაქმა საჯარო სამსახურებში. ფულს რაში უხდის ის არ მუშაობს წლიდან წლამდე, არ ვიცი რა პერიოდიც არის, ის არ მუშაობს. მაგრამ მისი ვალდებულება მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქართულ ოცნებას, თუ კიდევ რაიმე დამატებითი პარტიული საქმიანობა შეასრულოს. ხო, ნახეთ, აქ ორი მიმართულება არის და უნდა გავუყოთ. ეს არის სოციალურად დაუცველები, რომ გააფორმეს ის ციფრები. ამ ციფრებში არ შედის აიპებში რო ადამიანები არიან გაფორმებული, ანუ მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ბიუჯეტით რომ გააფორმა ხალხი, ის კიდევ სხვა ადამიანები არიან. ეს არის ვთქვათ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები. შესაბამისად, აი მაგალითად რო ავიღოთ დუშეთში, სადაც 586 ადამიანი, ან მაგალითად სენაკში 167 ადამიანი არის სახელმწიფო პროგრამიდან დასაქმებული. ამას დაამატე დაახლოებით 900 ადამიანი კიდევ აიპებში და მერიაში რომ მუშაობს. ანუ ფაქტობრივად პლუს ამას ემატება კიდევ საჯარო სამსახურები, ეგრეთ წოდებული ადგილზე, რაც არის გარემოს დაცვის, შემდეგ სკოლის დირექტორები, სკოლის მასწავლებლები და თავს იყრის სადღაც დაახლოებით 1300-1400 საჯარო მოხელე, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს არა მარტო ხმის მისაცემად, ანუ ადამიანებს. რა სივრცეში ვგულისხმობთ ამას? აი 1500 ადამიანი მხოლოდ სენაკში. იგივეა მაგალითად ლენტეხი, სადაც 1350 საჯარო მოხელე, ანუ 1350 ადამიანი სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზეა. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. შესაბამისად ამ ადამიანებს იყენებენ არჩევნებზე. როგორც ხმის მიმცემი, ანუ მარტო ეს ადამიანები კი არ arიან ვალდებული რომ ხმა მისცემენ, რომ მათ ოჯახის წევრებიც უნდა მიიყვანონ. და ლენტეხში ლენტეხში მერის არჩევნები რომ მოიგო, მჭირდება დაახლოებით 3000 ხმა. და 1350-მდე მარტო საჯარო მოხელია. ანუ ამ საჯარო მოხელებმა თავისი ოჯახის წევრები რომ მიიყვანონ, გარანტირებულად მოგებულია, რომ საერთოდ არ ჭირდება არაფრის საარჩევნო კამპანიის ჩატარება ლენტეხის. და ამ ხალხს ინახავს წლიდან წლამდე. ამ ხალხს ინახავს წლიდან წლამდე ჩვენი ფულით, ჩვენი ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენ რომ მოსახლეობამ ფული შევაგროვეთ ბიუჯეტში, რომ მოხმარდეს ჩვენ კეთილდღეობას, რომ მივიღოთ მეტი მუნიციპალური სიკეთე, მეტი მუნიციპალური სერვისი, ეს ხმარდება პარტიულ აქტივს. ეს ხმარდება არა მარტო ხმის მისაცემად, არამედ ეს ადამიანები დაყოფილი არიან მე შემდეგ ტროლბოტებად მომუშავე ადამიანები, ქუჩაში მარბიელი ისინი რო ხო აი რეგიონში რო ოპოზიციური პარტიები ჩადიან და ვიღაც ტიპები რო ხდებიან, თითქოს ეს რაღაცა აღშფოთებული საზოგადოება, ესენი არიან ამ სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები. ქართული ოცნება რეალურად არ ზრუნავს სოციალურად დაუცველების პრობლემებზე. ამ ადამიანებს ტოვებს ისევ სოციალურად დაუცველებად და აძლევს იმ რაღაც
მინიმალურს, რომელზეც შემდეგ უკვე დამოკიდებული გახდა ამ ადამიანებს ფული მისცა, თავისუფლება წაართვა რეალურად. და შემდეგ ეხლა ხო, რა ქნას იმ სოციალურად დაუცველმა, იმის მაგივრად რომ ინვესტიცია შემოვიდეს, იმის მაგივრად რომ ეკონომიკა გაიზარდოს და ეს ადამიანი თვითონ დასაქმდეს რა პროფესიისაც არის. ამ შესთავაზეს რა? რომ მაგალითად წამოდი იყავი სასაფლაო გათიბე. როდესაც შესაძლებელია ამ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს. უბრალოდ სამსახური ვერ იშოვა. ეს ადამიანები სოციალურად დაუცველებად კი არ დაიბადნენ. სოციალურად დაუცველები გახადა ამ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები ვერ იშოვეს და შესაბამისად წავიდნენ მერე უკვე და მიმართეს ხელისუფლებას დახმარებისთვის. ოღონდ ეს პროგრამა ხელისუფლებამ გამოიყენა უკვე მის სასიკეთოდ გამოიყენა. ამაში დაინახა სარგებელი ის რომ სახელმწიფო ბიუჯეტია და გამოიყენა იმაში რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებს კიდევ დაუმატა, გააფორმა კიდევ. იზღვევს თავს რაიმე სოციალური ნიადაგზე ფართომასშტაბიანი აფეთქებისგან, ეს ერთი. მეორე მხრივ აფორმებს და იყენებს პარტიული გარანტირებული ხმებია. გარანტირებული ხმები აქვს. ანუ არჩევნების გაყალბების ეს ერთ-ერთი მეთოდია. და ეს ყველაფერი დაიანგარიშება იმის მიხედვით, რამდენი ხმა სჭირდება. რამდენი ხმა სჭირდება? კი, ყველაფერი არის აბსოლუტურად მათემატიკა, დათვლილი აქვს ყველაფერი. რამდენი საჯარო მოხელე ყავს? ანუ საჯარო მოხელე ესე ზოგადად საჯარო მოხელე ვახსენებთ, იმიტომ რომ ეს ცოტა სამართლებრივად ვშორ, ყველა საჯარო მოხელე არ არის, ხო? იქ აიპის თანამშრომელია, ეს ადამიანები რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ფულს. ანუ ქართულოს ეს ხალხი საერთოდ არ დადის სამსახურში მათი. დიდი ნაწილი 90% სამსახურში არ დადის. ესენი არიან უბრალოდ იღებენ ხელფასს და რო ჩახვიდე და შეეკითხო რომელ ორგანიზაციაში არის დასაქმებული, ვერ გეტყვის. აი მაგალითად ერთი მაგალითი ავიღოთ, ზესტაფონი, ხო ეს რაღაც ამოგრაფოთ. ზესტაფონში მერიის სტრუქტურაში დასაქმებული არის 960 ადამიანი. ზესტაფონში არ არსებობს შენობა ნაგებობა, რომ მერმა ყველა რო დაიბაროს თათბირზე, ფიზიკურად ვერ დაეტევა. ანუ შენობა არ არის იმხელა, რომ ყველა თანამშრომელს შეხვდე. დიახ. და ცოტა უფრო შორს რო წავიდეთ. ზესტაფონს ეტყობა, რომ 960 ადამიანი ყოველდღე შრომობს ზესტაფონის განვითარებისთვის. ან რომელიმე რეგიონს ეტყობა, რომ მაგალითად 1103 ადამიანი მუშაობს თელავში მერიის სისტემაში. და თელავში რო ჩახვალ და თელავის სოფლებს რო დაივლი, ეტყობა თელავს რო იქ 1103 ადამიანი ზრუნავს მაინტერესებს, აი მაგალითად პლანგვის დეტექტორმა ეს კვლევა მოამზადა, რაზეც შემდეგ ჩვენ სიუჟეტი გავაკეთეთ. იკვლევთ თქვენც გამოთხოვილი გაქვთ ეს ინფორმაცია. მაინტერესებს რა დონეზე იძლევა სახელმწიფო ასეთ ინფორმაციას საერთოდ. სრული სურათის შესაქმნელად ჩვენ მსჯელობთ ასე ვთქვათ მხოლოდ მათზე დაყრდნობით, თუ არის კიდევ რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც შეგვიძლია მაყურებელს ვუთხრათ, რომ აი ახლა რასაც გიყვებით, ეს ხდება ყველგან და ჩვენ ვიცით რა ფული მიდის საერთოდ ბიუჯეტიდან თლიანად. ნახეთ, როდესაც ინფორმაციას ითხოვს 64 მუნიციპალიტეტიდან, ინფორმაციას გაძლევს დაახლოებით 35-36 მუნიციპალიტეტი. დანარჩენი მუნიციპალიტეტები გაძლევს ინფორმაციას, ოღონდ რაღაცეებს მალავს. ანუ რაღაცა ციფრებს აკლებს, რაღაცას ბოლომდე არ იძლევა, იმიტომ რომ არ უნდა რომ ეს გახდეს საჯარო. მაგრამ 64 მუნიციპალიტეტიდან 35 მუნიციპალიტეტის სურათი რო გაქვს, როდესაც დასაქმებული არის, ხო? გაფორმებულია 1300 კაცი, გაფორმებულია 900, ხო, ადამიანი. შემდეგ უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში, როდესაც ჩადიხარ და როდესაც ჩვენ შეხვედრებს ვაკეთებთ, ამ მუნიციპალიტეტებს ვაცნობთ მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითს. და უკვე იქ თვითონ მოსახლეობა მიცის, რომ მაგალითად იქ არის ჩემი მეზობელი, რომელიც საერთოდ არ დადის სამსახურში, მაგრამ ვიცი რომ ერიცხება თანხა. და ასე შემდეგ, ანუ მოსახლეობამ ეს იცის. აი რა ხელფასებზეა დაახლოებით? ეს არის ხელფასები 100 ლარიდან 300 ლარამდე. ეს კიდევ უზარმაზარ პრობლემას წარმოშობს, თქვენ ახსენეთ ეს, ანუ პრაქტიკულად ამ გზით აკონტროლებს თავის ამომრჩეველს, თითოეულ ხმას, აქცევს მას თავის ამომრჩევლად ჯერ და შემდეგ აკონტროლებს, პრაქტიკულად აშანტაჟებს და პლუს შანსს არ უტოვებს, რომ ამოვიდეს სოციალური ჭაობიდან. არა, ამ ადამიანებს ტოვებს სოციალურად დაუცველად. და როდესაც ჩვენ ვამბობთ ფრაზას, რომ
ასეთი რეჟიმებისთვის სიღარიბე არის საუკეთესო მეგობარი. კი, რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკური მაგალითი. კი, ეს არის მაგალითი და ამას ჭირდება, ანუ ეს რომ არ მოხდეს, ამას ჭირდება სამოქალაქო და მოსახლეობის ჩართულობაც. დღეს როგორი სიტუაცია არის? ისიც თითქოს საქართველოს მოქალაქეს და ბიუჯეტ შორის კავშირი არ არსებობს. ანუ საქართველოს მოქალაქეებმა თითქოს ეს ბიუჯეტი მიივიწყეს და მათი არ არის. ეს ბიუჯეტი არის ჩვენი და ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ბიუჯეტიდან რა ფულიც იხარჯება, ეს ფული უნდა მოხმარდეს მათ კეთილდღეობას. არ შეიძლება მთავრობა ესე ხარჯავდეს ბიუჯეტის ფულს, როდესაც არ ეკითხება ამომრჩეველს არაფერს და ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ მისი პარტიული მიზნებისთვის. აი ამ პროგრამაში აი ეს პროგრამა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, სადღაც 100 მილიონზე არის ლაპარაკი. და თქვენ ახსენეთ კიდევ სხვა მიმართულებები, სადაც კიდევ თავის ეს ცენტრალური ბიუჯეტის მიმართულება არის. არსებობს კიდე ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც შეგვიძლია მაინც წარმოვიდგინოთ რა რაოდენობის თანხას ხარჯავს ყოველწლიურად ქართული ოცნება, რა მასშტაბი აქვს, ეს კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო. ხალხის ფულიდან როგორ იყენებს ის პარტიული მიზნებისთვის, რომლითაც ტოვებს სიღარიბეში ხალხს და თან არაძლევს, ესე იგი, გასაქანს, აშანტაჟებს. ხო, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ყოველ წელს იზრდება ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა. ანუ ყოველ წელს იზრდება და თუ შევხედავთ სტატისტიკას, რომელიც მაგალითად სახელმწიფო აუდიტის გვერდზე დევს, იმ სტატისტიკაში ვნახავთ საარჩევნო წლებზე კიდევ უფრო მეტი ზრდა არის. აი 2016-ში, მე 2020-ში, 2017-ში, ანუ როდესაც საარჩევნო წლები იყო, იქ რა თქმა უნდა. მე ცოტა კლება აქვს, მაგრამ მე შემდეგ ისე ასე ვთქვათ, დინამიკა არის მზარდი ყველა წელზე. საქართველოს მოქალაქეები უნდა აკონტროლებდნენ ბიუჯეტს. მაგრამ აი ასეთ სიტუაციაში ძალიან რთული, აი მაგალითად, ძალიან რთულია ზოგადადაც ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ რთული გამოდის თავად ამ ადამიანის რამეში დარწმუნება, რომელიც იღებს ამ თანხას, ხო? ის გაჭირვებულია, მას ეუბნებიან, რომ აგერ გააფორმებენ რაღაც დავალებები შეასრულოს, უნდა იქ შემოხაზოს ქართული ოცნება. როგორ უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია? პრაქტიკულად ვერ შეიცვლება თუ რეჟიმი არ შეიცვალა. ამ ადამიანებს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ შორეულ პერსპექტივაში ამ ადამიანს თუ ქართული ოცნება ექნა ხელისუფლებაში, მუდმივად 150 ლარი ექნება და იქ დამთავრდება მისი განვითარება. ანუ 150 ლარის ზევით ის ადამიანი ვერ წავა ვერსად. მაგრამ ალბათ პოლიტიკური პარტიებიც უნდა ესაუბრონ იმაზე, რას თავაზობენ ალტერნატივად, ხომ? ეს ფული იხარჯება ამ მიმართულებით, მაგრამ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ვერ გაფრინდება უცებ, ხო? ეს ნელ-ნელა უნდა დაიწყოს და რაღაც რელსებში მოექცეს, მაგრამ ამ ხალხს უნდა კონდეს შეგრძნება, რომ ამ საარსებოს ასე უცებ არ დაკარგავს, არ მეთანხმებით? რაღაც გეგმა არის შესამუშავებელი ამ ხალხთან, როგორ გეგმა შესამუშავებელი, უბრალოდ ფიზიკურად დრო არ გვეყოფა, რომ სწორედ ჩვენი პარტიის ხედვა წარმოგიდგინოთ. პირველი ის არის, რომ დეცენტრალიზაცია არის და ფული, რომელსაც გამოიმუშავებს ჭიათურა, სიტყვაზე უნდა დარჩეს ჭიათურაში. და მოკლედ ეს დიდი პაკეტი არის რეფორმების. თვითმმართველობასთან არ მიბმული, ხოლო რაც შეეხება ეხლა რა რეჟიმიც არის საქართველოში, არ არსებობს, ანუ ქვეყანაში სადაც არის კორუფცია, გამორიცხულია, რომ წარმატებული რეფორმა იყოს განხორციელებული. აი, ამასაც ხო რაღაცა წარმატებული დაარქვა თავის დროზე ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ეს პროგრამა დაიწყო და ისე შეიფუთა თითქოს მაშინაც მედიამაც, პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომ რაღაც რატომ მებრძვი რაღაც სოციალურად დაუცველს ვაძლევ თანხას. და რამდენი წელი გავიდა იმის მერე და ეს თანხა ისევის 150 ლარია, ისევის 200 ლარი, ანუ ვერ იზრდება, ვისაც ისევ გაფორმებული წელს წინ ვისაც დაუნიშნეს 200 ლარი, დღესაც ის 200 ლარია. და ეს 200 ლარი დარჩება მუდმივად, სანამ იქნება ქართული ოცნება. ფიზიკურად თანხის მომატება გამორიცხულია და პლუს ამას კიდევ უნდა შევცვალოთ ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ბიზნესს აქვს 7 მილიარდი, ბიზნესამ დიდი ხანია ამ 7 მილიარდის ხარჯვას თავი დაანება, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ბიზნესს ყოველ წელს 28 მილიარდზე აქვს წვდომა ბიუჯეტი. ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ ფულს ხარჯავს ბიძინა ივანიშვილი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.